ორი ბავშვობის მეგობარი ჩემო გია შეხვდა ერთმანეთს ყმაწვილ კაცობაში რა დიდი ხანი არ ყავდათ ერთმანეთი ნანახი. ეხლა რა ხდება? ერთი მეგობარი არის თავისი ბაბუიდან რომ მოსდევს დიდი სიმდიდრის პატრონი, ოღონდ მართლა დიდი სიმდიდრე რასაც ქვია რა, და მეორე შრომელი ბიჭი, აი 24 საათი რო ფუტკარი ვიჩრომობს ადამიანი და კი არ უჭირს და რაღაცა კი არ შია და რაღაცა, მაგრამ თავისი შრომი და შრომაში 24 საათიან შრომაში. შეხვდნენ ერთმანეთს, ნუ გაეხარდათ, მოიკითხეს ეხლა რაღაცა, ჩაეხუნდნენ, მოეფერნენ ერთმანეთს და მოიკითხეს ერთმანეთი, აბა როგორ ახართო და ეს შრომაში ვინც არის, სულ რო კითხა, აბა რა შვებიო, შენო რა საქმიანებო, როგორ მოძრაობო, რა ვქნაო ძმაო, ვარო ნელ მადლობა, უფალსო, კარგად თავარო, რა ვიციო, აიო დილასო მაგალითადო ბავშვი მიმყავსო სკოლაშიო, მერეო ბასეინზე მივდივარო, ტრენაჟორებიო, რაღაცაო, იქაო, მერე ბავშვი გამომყავსო, სახლში მიმყავსო, იქ ინგლისურის მასწავლებელიო, მერე ბავშვი გამომყავსო, წრეზე მიმყავსო, გიტარის წრეზეო, მერე მე მეგობრებთანო, რესტორანიო, ხან თეატრიო, მერე ბავშვი გამომყავს ჩოგბურთზე მიმყავსო, მერე სპორტით ვერთობი, ფეხბურთითო, საღამოს ისევ რაღაცა და ესე ვარო რა, ეს უყურებს ბიჭო და ბუნებრივი კითხვა გაუჩნდა რა. მოიცაო, ძმობას გაფიცებ. ყოველდღე ეგრე ხარო და? არა, ბიჭონო, შენ სულელი ხო არა ხარ. შაბათ-კვირას მისვენებო და? ყოველდღეო. შაბათ-კვირას მისვენებო ძმო. დადა ამდენი შრომა. ხო არა ასლაპარაკო.